დით კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები და დავბრუნდით დათო სამნიაშვილთან ერთად Next.ONG-ის რედაქტორი არის ჩვენს ახალ სტუდიაში როგორ მოგწონს ჩვენი ახალი კოპალა სტუდია კარგია სხვადასხვა ხედია განსაკუთრებულად რაღაც ისეთი რომ რაღაც რო იყურები რაღაც განწყობათან დილით რაღაც კარგია ერთი რამე შიგადაშიგ თუ აი განსაკუთრებით ისეთ სიმართლე სიტყვი სამჯერს არის დაკრულ დასტორი ეგრევე მოდის აბა ნახოთ შენ რა ჭეშმარიტებებზე უნდა გვესაუბროთ იმიტომ რომ ახლა ჩვენ ხო როგორ ვართ კონცენტრირებული ვართ ჯერჯერობით ჩვენ ქვეყანაზე დასავლეთი ევროპა ახლა გაშლის ჩვენი ხო მაგრამ სხვადასხვა ახლა რაღაც აქ ვჩები რა დედამიწაზე დავჩები მაგრამ დედამიწიდან კოსმოსსაც შევეხები რა აი მაგალითად კოსმოსთან დაკავშირებით აი კვლევებთან დაკავშირებით ყოველს რა გვახსენდება ხოლმე პირველი ხო NASA ხო და აი მაგის მერე თუ გახსენდებათ რამე და აი რა გახსენდებათ აი ეგეთი მსგავსი კონცეფციის სააგენტო კოსმოსური სააგენტო ხო პენტაგონი ახლა არა კოსმოსთან მაგრამ ანუ რაღაც შეხებებში არის რაღაც ხო აი საბჭოთა კავშირის რა თქვა რა პენტაგონი უფრო ასოცირდება ხოლმე უფრო უცხო პლანეტელებთან ხო ეგ სხვაგან არის მაგრამ აი საბჭოთა კავშირი იმიტომ რომ ანუ ზოგადად ეგრე არის რომ ეს რაღაც ცივი ომის პერიოდში ხო განსაკუთრებით იყო რაღაცა ხო კოსმოსურ ბოლას ეძახდნენ რომ პირველი ვინ დაждდებოდა მთვარეზე მოკლედ მისიების კონკურენცია იყო რა და დღესაც ნუ ეხა ესმით ხოლმე რომ რუსკოსმოსი ახსენდებათ ხოლმე ან ჩინელების მისიები მაგრამ აი რომ გადავხედოთ რა ანუ ამ ხრივ აი ციფრებიც პირდაპირ გვეუბნება რომ მაგალითად ევროპული კოსმოსური სააგენტოს თუ გსმენიათ რა ანუ შეიძლება ნაკლებად ევროპული კოსმოსური სააგენტო და რატო ესა ეძახიან და რატო არის ამას ეძახიან შავი სამუშაოს შემსრულებლებს რა თუმცა კვლევების დონეზე მაგალითად ბევრად მეტი კვლევები აქვს ვიდრე გინდათ რუსებს და ჩინელებს ერთად აღებული დღეს რა მაგალითად ბიუჯეტი როსკოსმოსს აქვს 3 მილიარდი ყოველწლიურად ამათ აქვს 7 მილიარდი რა ხო და ნუ ასრულებენ ისეთ მისიებს მაგალითად მარსთან დაკავშირებით იუპიტერის დაკავშირებით ამ თელს ამ მზის სისტემას იკვლევენ და მოკლედ თითქმის ფაქტობრივად არაფერი არ არის დარჩენილი სიდიდეში და არიან ჩართულები რა მაგრამ აი რატომღაც არავის არ გსმენი მართლა პირველად მოვიგე რომ ესა ხო რაღაც ტერორისტული ორგანიზაციის სახელს უკრავს ახლა ხო იმიტომ რომ ანუ მაგეთი კონცეფცია მოკლედ ესე დევიზი არის რომ ადამიანის გაყვანა არის გარდა იმისა რომ ძალიან ძვირი არაპრაქტიკული შესაბამისად მათ არ აქვს ესეთი რაღაცა ძალიან პოპულარული მისიები ხოლმე რა და არამედ აქვთ აი უფრო პრაქტიკული რაც მე საბოლოოდ თვითონ აი მთლიანად კაცობრიობის პროგრესში აისახება ხოლმე რა და აი ანუ არის პრინციპიან ხო და მინდოდა რომ აი მაგაზე მომეყოლათ ან რომ აი რაღაცა ხალხს ცოდნოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეალურად ესაც რა იმიტომ რომ აი მართლაც რომ კითხვა ადამიანს აი ძალიან ცოტა თუ იცის რას აკეთებს ესა რა და ანუ აი მაგალითად წარმოვიდგინოთ აი 22000 ადამიანი მუშაობს მანდ წარმოვიდგინეთ საკმაოდ ბევრია 22000 ადამიანი მთელი ევროპული ქვეყნებიდან 22 ქვეყანა არის ჩართული და აი მაგალითად რომელ ქვეყანაშია თვითონ პარიზში არის თვითონ ესე ვთქვათ საფრანგეთში პარიზში არის თვითონ სათაო მაგრამ ან ყველა მონაწილე ქვეყანაში არის გადანაწილებული და აი როგორც რაღაც ევროკავშირშია ხოლმე რომ დროთა განმავლობაში რაღაც ქვეყნებს იღებენ ამ მხრივა და სულ ემატება ხოლმე რა რამდენიმე წლის წინ მაგალითად სულ 18 ქვეყანა იყო მე დაემატა ბოლოს ესტონეთის წინ და მანდაც არის ძალიან საინტერესო ფაქტორი ესეთი რაღაც აი მაყურებელს დაინტერესებს რომ ანუ წარმოიდგინეთ ემატება ხოლმე რა ქვეყნები რა და ამასთან ძალიან პარტნიორი ქვეყნები. აი როგორც ევროკავშირის იმას გაძლევს, ხო ეს კანდიდატობის სტატუსი და ფლატ კანდიდატს არ მაგრამ იწყებ თანამშრომლობა და მე ასოცირება კანდიდატი ხო და რაღაც ეტაპები ზუსტად და კასტინგს გადიხარ ხო იმიტომ რომ აი რაღაც ქვეყნება მაგალითად უნგრეთის ეს ქვეყნები ზუსტად ეგრე იყვნენ და მე უნდა ჩაერთნენ რა ანუ ჩვენც მოგვეცემა ოდესღაც შესაძლებლობა რომ ჩვენ მეცნიერებად ძალიან ბევრ მეჭკვიანმა ადამიანმა რომელიც აქ ცხოვრობს შესაძლებლობა მიეცემეთ რა იმშან და თვითონ აი შეიქმნის ისტორია ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ანუ როგორ შეიქმნა რა იმიტომ რომ ცივი ომი რო იყო მოკლედ ყველა მეცნიერი ორ პოლუსად დაიყო რა მსოფლიო ან მირბოდნენ საბჭოთა კავშირში ან რჩებოდნენ იმაში რა ამ ან ამერიკაში მირბოდნენ და ევროპიდან მოკლედ მეცნიერები გაედინებოდნენ სისტემატურად მასიურად რა და ნუ ეს პრობლემა რო გადაეჭრათ გაუჩნდათ ესეთი იდეა ევროპაში მეცნიერებს რომ მოდი შევქმნათო ესეთი რაღაცა როგორ დავტოვოთ ჩვენი მეცნიერები და ვერ დავტოვოთ ვერანაირად თუ აქ არ იქნებათ საქმიანობის წარმოების საშუალება ხო და ეგ კარგი მაგალითია სხვათა შორის საქართველოსთვისაც რომ გასაგებია რომ ეხა ევროპის მასშტაბის რეცეპტები არ გვაქვს, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც რო გქონდეს ეგეთი პოლიტიკა, რომ მეცნიერებს და მკვლევრებს გქონდეთ რაღაც დონეზე, რაღაც საბაზისო დონეზე მაინც ყველა არ მიდიოდეს, კარგი იქნებოდა ეგეც. ანუ ერთია სწავლა და მეორეა სასწავლებელი, ხო მეორეა რომ უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ბრუნდები და ნუ ეგ მეცნიერებს ეგ პრობლემა ზოგადად აქვს ჩვენთან და კი, მეც მომისმენია მაგალითად სტუდენტებთან რაღაცა დიალოგის დროს, რომ
აი ვისწავლე, ავიღე დიპლომი და მე სად ვიმუშაო მაღაზიაში კონსულტანტად, ანუ мотивация არ აქვს თითქოს რაიმდენად არ არის რეალიზაციის სამუშაო ადგილები, ხო, ანუ მე ეკარგება мотивация რისთვის ვისწავლო, რომ მე მაინც ბარში ვიმუშაო, ანუ რატო უნდა ვისწავლო ეს სადღაც შეიძლება არასწორი მიდგომა, თუმცა რავი, ახალგაზრდები სხვადასხვანაირები არიან და ანუ мотивацიის არ ქონა, მე მგონია რომ მათი ბრალი არ არის, ეს არის ქვეყნის, ოჯახის და იმ უფროსების ბრალი, იმ რეალობის და მოცემულობის, ხო. არა, ისიც არის, რომ უბრალოდ ჩვენ რა გვინდა, ხო, ჩვენ ყავს ისეთი ქართველი მეცნიერები, რომლებიც უკვე გარკვეულ წრეებში ძალიან ცნობილებიც არიან, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ აი ესე მართლა უბრალოდ ამერიკაში წასულები კი არ იყვნენ და თქვა იქ მოღვაწეოდნენ, არამედ საქართველოს რომ მოღვაწეოდნენ და აქედან იყვნენ ჩართულები თუნდაც ესასთან, და ეს საქართველოს სახელით კეთდებოდა. რაღაცნაირად აქ რომ მათ გაქანების საშუალება მეტი ქონდეთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთან სტუდიაშიც იყვნენ ახალგაზრდა ბიჭის სახელი დამაუწყდა, რომლებმაც მოიგონეს. ხო, სანდრო მარსზე მოსიარული აპარატი, კიდე ბევრი იდეები აქვთ, ხო, და კაცმა არის. გაკეთეს მაკეტი, მარს მავალის, ხო, როვერის. ანუ სად დაიბადება გენიოსი და რა გაქანების ადამიანები დაიბადებიან, რომელ ქვეყანაში ჩვენ არასდროს არ ვიცით. ჩვენი ძალიან პატარა ადამიანი და შეიძლება მომავალი აინშტაინი სწორედ ქართველი იყოს, ასე რომ ჩვენ რა ვიცით ეგ. აქ უნდა გქონდეს პირობები, რომ რეალიზება შეძლო. კი, ანუ აი რაღაც სცენარისავით არის ეგ რა, თუ რაღაც შესაბამისი პლატფორმი დახვდება, ნიადაგი დახვდება, ამას თუ არა და ვერაბოა, რაც გინდა ესე თქვა, ის პოტენციალი ქონდეს იმ სცენარის და დიდი გაიზარდოს ანას შემდეგ აყვავდეს ანუ არიან სცენარები, რომლებიც ასფალტზე წამოდიან, მაგრამ ჯობია რომ კარგი ნიადაგი დახვდრო, რომ ბევრი კარგი სცენარი და სხვათა შორის ეს დღეები ძალიან გატაცებული ვიყავი კოსმოსის ამბებით მე. კი, უბრალოდ მაშინვე გამიშთა ეს კითხვა და ეხლაც მინდა რომ დაგისვა ჯეიმს ვების და ჰაბლის ტელესკოპიდან ჩვენ მგონი უძველესი რასაც ხედავთ არის 12 მილიარდ ნახევრის წინ ჯერ კიდევ სამყაროს ნაწილად დაშლილი ჯერ არის სამყარო და კი აი ვარსკვლავებიც კი აი როგორაც უძველესი ფოტო არის ყველაზე რომელიც აი სულ რაღაც 350,000 წლის იყო სამყარო და ან მაგდუს ვარსკვლავებიც არ არის ჩამოყალიბებული არაფერი და აი რაღაც პოტენციალია მოკლედ დაფიქსირებული რა აი რაღაც სადაც უფრო მეტად არის განათებები იქ არის გაზების აკუმულირება მეტი და შესაძლოა იქ გაჩნდებოდა შემდეგ გალაქტიკები და ასე შემდეგ რა და აი როდის შეგვეძლება დავინახოთ უშუალოდ აი მაგ ძალიან საინტერესოა ის რომ ჯეიმს ვები ეხლა მაგალითად უკვე ივლისიდან გამოაქვეყნებს პირველ ოფიციალურ ფოტოებს ანუ აქამდეც ხო იყო რაღაც ვილოპარაკეთ ადრეც კიდევაც რომ რაღაც აი უკვე ექსპერიმენტის დონეზე ტარდებოდა ეს ყველაფერი და იყო რაღაცები მაგრამ ეხლა უკვე ივლისიდან უნდა დაიწყოს აი უშუალოდ სამეცნიერო ფოტოების გამოშვება და ამ მხრივ ნუ მოკლედ უკვე ველოდებით ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები და ჩვენ ველოდებით ჩვენ აუ საინტერესო რო გაგვეცნო ყველაფერი დეტალურად ხო მე ვიცი რომ კიდე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი სხვა შორის აი ამ მხრივ ჯეიმს ვების გამოცდა ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სხვა შორის ჯეიმს ვების შექმნაშიც და იღებენ მონაწილეობას უშუალოდ ჰაბლშიც. და ალბათ მის დააპდეითებაშიც მომავალში თავისუფლად. ჯეიმს ვების დააპდეითება გაუჭირებათ, იმიტომ რომ ძალიან შორს არის ჰაბლისგან განსხვავებით და იქ ფიზიკურად მისიას ვერ გააგზავნია. მაგრამ ნუ დისტანციურად რაც ბევრად შორს არის ვები. ძალიან შორს არის. ანუ ჰაბლი. რა თქმა უნდა, ჰაბლი არის ფაქტობრივად დედამიწის ორბიტაზე. ანუ რატო ამბობენ ხეცი? ანუ მე აქამდე მეგონა რომ ანუ დაახლოებით ერთ დისტანციაზე იყვნენ, უბრალოდ თვითონ ვები იყო აღჭურვილი იმდენად უფრო გაძლიერებული თქვა შუშებით თუ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. უბრალოდ უფრო წინ ხედავთ. ეხლა თუ თან ეგეც ბევრად უკეთესად აქვს და გაძლიერებული და უფრო დააპდეიტებული ვერსია თან ასე შორს. ანუ რატო არ ეხლა გეტყვი ზუსტად? აი სად არის ტერიტორიულად? ხო, აი ლაგრანჟის იმას ეძახიან ესეც. ხო, აი მაინც ეგეთო არის. აი როგორ ხუთი თითივით იცის კოსმოსი ამგაცმა რა. და ეხლა რომ მითხრა რომ აი რო გაცდები პლუტონს, აბა აი სხვათა შორის დაახლოებით ეგრე შეიძლება ლაგრანჟის იმას ეძახიან, ანუ ადგილ სადაც როგორ ახსენებ ჰაბლი არის უშუალოდ დედამიწის ორბიტაზე. და ეგ პრობლემა ის არის რომ მზის შუქის რაღაცები აბნელებს. ანუ კოსმოსურ ტელესკოპს რა ჭირდება? ნაკლებად დაბნელება. დაბნელებაში გულისხმობთ ის, რომ მას ჭირდება, რომ მასიურად აღიქვას სამყარო და კოსმოსი რა და ეს თვითონ უშუალოდ ჯეიმს ვები უკვე შორს არის, მილიონობით კილომეტრზე არის. რამდენიმე თვე მიდიოდა იქამდე ფიზიკურად რომ მისულიყო ჰაბლი გავიდა ეგრევე და იქვე იყო რა რაღაც რამდენიმე წუთში და რატომ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ
დედამიწასა და მზეს შორის არის მოთავსებული და რაღაცა სინქრონულად დაყვება ესე ვთქვათ, აი ძალიან უხეშად ვლაპარაკობ ხა დედამიწას, რომ ანუ ნაკლებად მოხდეს მისი დაბინძურება რაღაც სხივებით, რომ უფრო მასიურად აღიქვას ესე ვთქვათ სამყარო და ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელია. ბევრად უფრო კომპლექსურია, რა თქმა უნდა, ჯეიმსები, მაგრამ ამასთან ერთად ბევრად უფრო ისეთ ადგილას იმყოფება, რაც მას აძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრად კიდევ უფრო მეტად დაინახოს. ხო, არ ვიცი, ხა აი ჩვენ გვაქვს ის ფოტო, რაც შენ თქვი და წარმოვიდგენია უკვე მოდი დაფეთქებასაც თუ ნახავთ. მოდი შენ საინტერესო ამბავზე გადავიდე. შემდეგი არის აი ზელენსკის კონდა ძალიან საინტერესო ჩარტვა, ესე ვთქვათ, ევროპაში იმართებოდა ესეც 4 მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია. და აქ გამოჩნდა ზელენსკი უცებ ჰოლოგრამის სახით და ძალიან ხო რაღაც აი კადრებიც იყო იქ, რომ ხალხი რაღაც შოკშია უცებ, იმიტომ რომ ანუ მოულოდნელი იყო ეს რა მათთვის, რომ უცებ რაღაც საომარი ვითარებიდან ერთობა პრეზიდენტი და ხო, იქ არის თან ჰოლოგრამის სახით თვითონ ეცვა რაღაცა Star Wars-ის მაისტერი ეცვა და ესეც სიმბოლური იყო, იმიტომ რომ პირველად დავინახეთ ესე ვთქვათ Star Wars-ში დავინახეთ ეს ჰოლოგრამები გამოჩნდა Star Wars-ში და Star Trek-ში გამოჩნდა პირველად ეს ჰოლოგრამები და ვიცით რომ ზელენსკი ზოგადად სამეცნიერო ფანტასტიკა უყვარს და ანუ რაღაც სიმბოლურად ამ მაისურით გამოჩნდა და ნუ რაღაც იქ ტექნოლოგიურ ესე ვთქვათ ტექნოლოგიური სფეროში ჩართულ ადამიანებსაც ძალიან უყვართ ზოგადად ჰოლოგრამა რაღაცები და ეს თან უცნაურ ჰოლოგრამაში იყო რაღაც არა სტანდარტული აი როგორც Star Wars-ში და არამედ რაღაც ყუთში დგას რა რაღაც და εκεί და ლაპარაკობს და ესეც იმიტომ მნიშვნელოვანი რომ უკრაინა ომამდე ძალიან აქტიურად ცდილობდა ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ცდილობდა რომ ეს ციფრული სამყარო მოკლედ ციფრული ჰაბი შეეტანა თავის ქვეყანაში და ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესიც ჰქონდათ რა და ანუ აი ეხლა ცდილობს ზელენსკი იმას რომ ეს ტექნოლოგიური რაღაც შედინება რაც იყო აქამდე არ გაჩერდეს რა სამინისტროც აქვთ თუ რაღაცა კი და ანუ ციფრულ სამყაროს კუთხით ანუ ძალიან აქტიურობდნენ და ცდილობდნენ რომ უფრო რაღაცა განევითარებინათ ეს მაგრამ ხო ნუ ეხლა ომმა რა თქმა უნდა შეუშალა ამას ხელი და სხვა შორის 4 და 5 ივლისს ეხლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია უკვე უკრაინასთან დაკავშირებული ისევ აი ციფრული ტექნოლოგიები როგორ უნდა შევიდეს დღემდე რა და ნუ ეს ალბათ ეხლა ამ ომის პერიოდში ხო და ანუ ეს არის ძალიან რაღაც ალბათ კარგი მაგალითი ჩვენთვისაც იმიტომ რომ ანუ აი ამ პირობებშიც კი როგორ ცდილობენ ამ ყველაფრის ესე ვთქვათ განვითარებას რა და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ რაღაც ეგეთი კი კიდე არის აი რაღაცები რაც მინდა რომ მოვასწრო მაგრამ მე მგონი ვეღარ ვასწრებ და დავიტოვებ ამას ერთ-ერთ ძალიან საინტერესო რაღაცა და მინდა რომ შემდეგში აუცილებლად მოვყვე და გელოდებით ჩვენი არ დაგვასპოილერო აუცილებლად დაველოდებით მომთქვენოთ ჩვენ შემდეგ გამოჩენას იმისათვის რომ ვისაუბროთ კიდევ უფრო საინტერესო თემებზე